ტრეფიკინგის შემთხვევა ბათუმში უზბეკეთის ორი მოქალაქის მოთხოვნით გამოძიება დაიწყო. საქმის მასალების მიხედვით შუა აზიიდან ჩამოყვანილ ორ გოგონას თურქეთში მიმტანებად მუშაობას პირდებოდნენ, თუმცა შეთანხმება დაირღვა. პასპორტების ჩამორთმევის შემდეგ გოგონები ბათუმში ღამის კლუბ სტარში აღმოჩნდნენ, სადაც მათი მემტკიცებით სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. დაზარალებულებს უკვე მიანიჭეს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი. ეს არის ღამის კლუბი ბათუმში, სადაც ტრეფიკინგის ფაქტი გამოვლინდა. გამოძიებით ირკვევა, რომ კლუბ სტარში შუა აზიიდან ჩამოყვანილი გოგონები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. კლუბის თანამშრომლები უზბეკეთის მოქალაქეების სექსმუშაკებად დასაქმების ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი ღამის კლუბის სტუმრებს მხოლოდ ცეკვით ართობდნენ. ასეთი რამე უზბეკი ხალხი მოდიან დისკუსიაზე, მაგრამ როგორცა და ასე არა. ბათუმში გამოვლენილ ტრეფიკინგის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებენ ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდში. უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოყვანილი ორი გოგონა თბილისში ფონდის თავშესაფარშია გადაყვანილი. მათი ადგილსამყოფელი მკაცრად არის გასაიდუმლოებული. სექსუალური დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული. დაზარალებულებს საქართველოში დარჩენა გამოძიების დასრულებამდე მოუწევთ. საგამოძიებო მოქმედებიდან გამომდინარე მოხდა მათი გადმოყვანა თბილისში და ამჟამად ისინი იმყოფებიან თბილისში თავშესაფარში. მათ რეალურად ეწევათ შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარება ჩვენი ფსიქოლოგების მიერ. ტრეფიკინგის მსხვერპლთა მონაყოლიდან ირკვევა, რომ ისინი 4 მარტს ბათუმში ჩამოვიდნენ. შემდეგ კი თურქეთში სამუშაოდ უნდა წასულიყვნენ, სადაც მათ მიმტანებად დაასაქმებდნენ. თუმცა დამსაქმებლის მიერ წინასწარ დადებული შეთანხმება დაირღვა და გოგონებს ბათუმში დარჩენა მოუწიათ. მათ ღამის კლუბში სექსმუშაკებად მუშაობა აიძულეს. ტრეფიკინგში ჩამბულმა უზბეკეთის მოქალაქეებმა იძულებით შრომას თავი დააღწიეს და პოლიციაში ჩაბარდნენ. დაზარალებულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათი ფსიქოლოგი აცხადებს, რომ გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორც ყველა მათგანი, ასევე ამ შემთხვევაშიც გაეწიათ სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო და მიეწოდათ ყველა თავშესაფარში გათვლილი სერვიზი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეები აჭარის ღამის კლუბებსა და სასტუმროებში სექსმუშაკებად იყვნენ დასაქმებული. თუმცა უზბეკი გოგონების შემთხვევაში ტრეფიკინგის ფაქტი ოფიციალურად დასტურდება. აღნიშნული დანაშაული კი ერთ-ერთ უმძიმეს კატეგორიას მიეკუთვნება.